პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრის ხელფასი უნდა გაიზარდოს. კაკულია განმარტავს, რომ იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რაც პარლამენტს საზოგადოების წინაშე აქვს, თვეში 4000 ლარი ადეკვატური არ არის. მისივე თქმით, უბრალოდ ეს მისი აზრია და შესაბამისი ცვლილებებისათვის პარლამენტისთვის მიმართვას არ აპირებს. ეს განცხადება რომან კაკულიამ მაშინ გააკეთა, როცა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრების $60,000 ხელფასებზე კითხეს. მისი თქმით, პარლამენტარის ხელფასთან შედარებით საბჭოს წევრის ხელფასი არარელევანტურია. დეპუტატის ამ განცხადებას მოქალაქეები ეხმაურებიან. თრიალეთის მიერ გამოკითხული რესპონდენტები ამბობენ, რომ მაშინ როცა ქვეყანაში დასაქმებული ადამიანების ხელფასი 300-400 ლარს არ სცდება, დეპუტატები ანაზღაურების გაზრდაზე არ უნდა ფიქრობდნენ. ფასი თუ თვითონ უნდა მოიმატონ, პენსიონერებსაც უნდა მოუმატონ და მუშახელსაც უნდა მოუმატონ. თუ თავიანთვის არის ეგ მითითებული, რომ ხელფასები მოემატოთ, მაშინ სხვა პიროვნებებსაც უნდა მოემატოს. რა უნდა მოემატოთ, მომატებული არა. ძალიან წინააღმდეგი ვარ. ის ჯობია მოუმატონ სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს. და ასე შემდეგ, ვისაც უჭერს. მაგათ არაფერი არ უჭერთ. უკვე ზედმეტია წინათი რაიკომის მდივანს არ აქვს იმდენი ხელფასი, რაც ახლა თვითონ პარლამენტარს აქვს. აბა რა არის ეს არის ესე იგი იმისთვის ესე იგი მის სიმდიდრის მომატება ისევ და ისევ მომატებული სიმდიდრის პატრონებს. და ისა ჯობია რომ დაუთმონ ეს ყველაფერი მონაცემები ვინც ამსახურობს, კი ბატონო იმას შეიძლება, მაგრამ ესენი არიან ნამდვილად ისე რა რიგ გარეშე ისინი რომლებიც არაფერს წარმოადგენენ, არაფერი არ არის მაგათგან გამომდინარე, რომ წარჩინებული ყოფილიყო ჩვენი ცხოვრება, მაგრამ აი ამ ცხოვრებას თუ ცხოვრება ჰქვია. კიდე უნდათ მომატება? ვისაც უნდა მოემატოს, ჯობია მოემატოს პედაგოგს, მედიცინის მუშაკებს და სხვა სფეროში მომუშავეს. მე მგონი ეყოთ უკვე საკმარისია, რაც მოემატათ და რასაც შეულობენ. მოქალაქეების თქმით, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტის წევრებს საზოგადოების წინაშე ვალდებულებები აქვთ, რომლებსაც არ ასრულებენ და პარლამენტის ტრიბუნს ხალხის პრობლემების გადასაჭრელად არ იყენებენ. არ შეიძლება პირიქით უნდა დააკლონ. რას მიკეთებენ? საღეჭ რეზინას იღეჭებიან და ზინავთ და ესა ერთობიან იქა და მე ხულიგნები ერთმანეთს სცემენ რა. ეგენი სულ გამოსარეკებები არიან საერთოდ. რა უნდა რის პარლამენტი რა უნდა მოემატოთ რა. რასაც აძლევენ ისიც არ უნდა მისცენ საერთოდ. რაზე აძლევენ? რას მიკეთებენ? აი ხალხისთვის, ერისთვის, ბერისთვის რას აკეთებენ? ერთმანეთს ხულიგნები რა, მაგას ქუჩის აი ეს რასაც ვლაპარაკობ გადაეცით. ხულიგნები არიან რა. მაგათგან ან ბავშვმა ან დიდმა პატარამ რა უნდა ისწავლოს მაგათგან რა. ხულიგნები ბოდიში მოვთხარ ნირი ახლა ხულიგნების არ აკეთებენ ქუჩაში რასაც ეგენი აკეთებენ რა. სამარცხვინოები რა, სამარცხვინო საქმეებს აკეთებენ. აბა ეს საქმეა, რა უნდა მოუმატონ? რაც აქვთ ისა გაუნახევრონ, დაჟე კი არ გაუნახევრონ. ესე იგი 300-400 ლარები მისცენ და დამთავრდა. მეტი არაფერი. პარლამენტის წევრის გასამრჯელოდ 4624 ლარი განისაზღვრა. ამჟამად დეპუტატის ხელფასი 4623 ლარია. საპარლამენტო თანამდებობის მქონე წევრების ანაზღაურება კი თანამდებობრივი იერარქიის მიხედვით იზრდება.